მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მე მარი ბოლქვაძე ვარ. 10-0 და 1 ხმა ბათილი. ამ ანგარიშით მოუგო არჩევნები უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე მმართველი პარტიის დეპუტატმა კონკურენტს. ტიტი აროშიძეს უნივერსიტეტი 11 წევრიანმა აკადემიურმა საბჭომ ერთსულოვნა და უპირობო დანდო. უპირობოდ, რადგან არც ერთ მათგანს ღიად არ დაუფიქსირებია პრობლემად ის, რის გამოც რექტორის არჩევნები სტუდენტების და ლექტორების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ჩატარდა. ბესეუდან თეთრი კვამლი მანამდე ამოვიდა, სანამ არჩევნები ჩატარდებოდა, თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელიც შიშობს, რომ სახელმწიფო გავლენა უნივერსიტეტზე აც უკვე პირდაპირ მმართველი პარტიის წევრის ხელით გაგრძელდება. ვინც კარზე აბრახუნებს, უნდა იცოდეს, რომ ამის უფლება მაქვს, თქვა ტიტი აროშიძემ ჟურნალისტებთან. დიახ, კანონი არ ზღუდავს პოლიტიკოს გახდეს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუმცა ასევე კანონი იცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს იყვნენ პარტიული გავლენისგან თავისუფალი. მოახერხებს თუ ვერა ამ ბალანსის დაცვას ახალი რექტორი, გამოჩნდება და დავინახავთ მალე, თუმცა საზოგადოების განწყობას, რატომ არ ენდობიან ისინი არჩევნებს, აქვს ლოგიკა ციფრებში გამოხატული 10-0. რექტორი ტიტი აროშიძე დღეს ჩვენი სტუმარი იქნება და ვკითხავთ რას და როგორ აპირებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მანამდე კი ვნახოთ ვიდეო რა ხდებოდა 21 იანვარს ბესეუში რექტორის არჩევნების დღეს. თანამედროვე უნივერსიტეტის ერთ-ერთი მოწყობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია პროფესორ მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ გარანტირებული თავისუფლება. ასწავლონ და გაავრცელონ იდეები. მათი მეცნიერული წამსის შესაბამისად, იმის მიუხედავად, ეწინააღმდეგება თუ არა მათი იდეები ცალკეული პოლიტიკური ჯგუფის და მმართველი წრეების ინტერესებს. აკადემიური მოღვაწეობა მათ არ უნდა უქმნიდეთ სამუშაოს დაკარგვის ან რაიმე პიროვნული პროფესიული რეპრესიების საფრთხეს. სამოქმედო გეგმა ეფუძნება საჯარო შემოუშვით ისინი კაცო და ათქლათ ხელები ბავშვებს არ შეიძლება რომ შემოვიდნენ რაღაც ძალიან უხერხული მდგომარეობა იქნება და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი როგორც რეგიონის და ქვეყნის წამყვანი საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრი რა თქმა უნდა ვალდებულია გააგრძელოს მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება საზოგადოებისთვის. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და შესაბამისად ეს ამ ხარისხს უნდა მიუძლიოთ ნაბიჯ და შესაბამისად უნდა მოვახდინოთ ყველა ის ცვლილება, რომელიც ცვლილებაც ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ რომ უნივერსიტეტში შევავედით, ანუ პრობლემა მქონდა იმაზე, რომ რაღაც კავშირები ქონდა არსებულ რექტორს ქართულ ოცნებასთან, მაგრამ ეხლა პირდაპირ ქართული ოცნების დეპუტატს სვამენ რექტორად და ეს ხო წარმოუდგენელი ამბავია. უნივერსიტეტში რომ მოვედით, ეზოში დაგვხვდა პარტაქტივი, ამოუცნობი ტიპები და საერთოდ გადაცმული პოლიციელები. არ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი მომყავთ ჩვენს რექტორად. ტიტი აროშიძე არის ადამიანი, რომელიც კვლელებს უწოდებდა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობას, რადგან მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში და ეს არის ადამიანი, რომელიც ამ პროტესტების გაშავებას ცდილობდა და გვემუქრება იმით, რომ უნივერსიტეტს გაწმენს. ვისგან გულანთებული სტუდენტებისგან ეს სამარცხვინო ქმედებაა და სპექტაკლია, რაც აკადემიური საბჭოს ოთახში ხდება. ტიტი აროშიძეს ამ უნივერსიტეტში მოუწევს სულ დისკომფორტში ყოფნა, სულ ხმაურის ფონზე სიარული, იმიტომ რომ ის იქნება ამ უნივერსიტეტის სამარცხვინო დასმული და არა არჩეული ხასიუსმამ დასმული რექტორი. არ ვიცი ვინ ათქოს ტიტე, წავიკითხე უბრალოდ მისი ვთქვათ პროფილი, დოსიე, ვიცი რომ არ არის აკადემიკოსი, ვიცი რომ არის პარტიული, ვიცი რომ არის არა ერთი აკადემიური ნაშრომი, ანუ ჩემთვის როგორც ამ უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტის, რომელსაც სხვათა შორის არ დამიმთავრებია. მე მგონია რომ ამ უნივერსიტეტს უნდა ყავდეს აკადემიკოსი, რაღაც ღირსეული, რაც თავარია ამდენ სტუდენტს უნდა უყვარდეს და უნდოდეს. დიახ, ძალიან სამწუხარო რაც ხდება ახლა უნივერსიტეტში, ეს არ არის არჩევნები და უნივერსიტეტი ისეთივე მიტაცებულია ახლა როგორც საქართველოს სახელმწიფო და მე ვფიქრობ, როცა დასრულდება ეს რუსული რეჟიმი, შეიცვლება ყველაფერი და საქართველოს ნამდვილად დაუბრუნდება ევროპული განათლების სისტემაში. სასურველი და სასიამოვნოა, როცა უნივერსიტეტიდან მოდის რექტორი
მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ამაზე უფრო დიდი პრობლემა არის ქმედითი პარტიული ფუნქციონერის უნივერსიტეტში რექტორად მოსვლა. აი ყველანაირ აკადემიურ წინაპირობებს არ ხვევს. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს აი ასეთი თავსმოხვეული კანდიდატებთან ურთიერთობა. გვესმის შეძახილები არ ვიცი ისტორიას თუ ქონდა ასეთი სიტუაცია, როდესაც ასეთ ფონზე აკადემიურ სივრცეში ვისმენ რექტორობის კანდიდატის გამოსვლას. მე არ ვიცი. არ წამიკითხავს, იქნებ თქვენ შემოცენეთ და მინდა გითხრათ, რომ უნივერსიტეტის რექტორი მე მიმაჩნია, ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, უნდა იყოს უნივერსიტეტელი და ამ წიაღის წარმომადგენელი. ერთი ფუთი მარილი უნდა შეჭამო, რომ ადამიანი გაიცნო და თქვენ რამდენი პერსონალი უნდა გაგვიცნოთ და რა ხანში. და მე მაქვს კითხვა, რისთვის, როცა არ არის ამის საჭიროება. მე პირადად დღეს ერთად თქვენთაგანს ვერ მოგცემთ ხმას. დასრულდა ფარული კენჭისყრა აკადემიურმა საბჭომ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 10 ხმით აირჩია ბატონი ტიტე აროშიძე. მოხვედი და შემოხვედი. აბულინგები, მაგრამ არც ერთხელ მე არ გიპასუხე, არც ერთხელ მე არ გიპასუხე, ვიდრე მე ღირსეული ქალი ვარ, ღირსეული ბათუმელი ვარ და არ შეიძლება. ძალიან შვიდად ვიყოთ და დააფრთხილე შენი მეგობრები. ნაცებისთვის და პარტიებისთვის თქვენგან განსხვავებით ჩვენ არ ვიცით. თქვენი მეგობრები არ გვაცდიან არაფერს, არც სწავლას, არც ინტერვიუზე გომას, არაფერს არ გვაცდიან. პოლიტიზირება ვისაც სურს ამ უნივერსიტეტში, ერთადერთი არის ოპოზიციური პარტიები. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაღიარებთ არჩეულ რექტორს, ვინაიდან ის არის მიკერძოებული, ის ღიად გამოხატავს თავის პოლიტიკურ დამოკიდებულებებს და აქციის მშვიდობიან აქტივისტებს მიმართავს პოტენციურ მკვლელებით მოიხსენიებს. შეუძლებელი ასეთი პირი იქნეს აღიარებული როგორც რექტორი, იმიტომ რომ ის არის სრულიად შეუფერებელი ამ თანამდებობისთვის. ჩვენი გეგმა არის დამოუჩერებლობის და წინააღმდეგობის გაწევა ამ ადამიანისთვის, ამ ადამიანმა უნდა იგრძნოს რეალურად ლეგიტიმური რექტორი არ იქნება ამ უნივერსიტეტში და ყოველთვის ყველა ნაბიჯზე, ყველა ქმედებაში გამოვხატავთ იმას, რომ ჩვენ არ ვემორჩილებით მის პოლიტიკას და მის პარტიულობას. ბატონო ტიტე, წარმატებები. თუ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს მოერევით, კი ბატონო. მე არ მაქვს პრეტენზიები ახალი რექტორის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად. მე უბრალოდ გარკვეულად მეწოდება კიდევაც ის, იმიტომ რომ ის ასე ვთქვათ კომფორტის ზონიდან უმაღლესი საბჭოთან გადაინაცვლა უნივერსიტეტში, სადაც ჩვენ არ ვიცი როგორ გაიმართება მოვლენები ხვალ ზეგში. თუ ზედმეტი სიხისტე გამოიჩინა ბატონმა ტიტემ, შესაძლოა უნივერსიტეტში პროცესები, დაიძაბოს. რაც შეეხება ხმებს, ეს იყო გამოცხადებული ქრონიკა, ხო, არჩევნების, ჩვენ გვესმის რომ არსებობს თვითცენზურაც კი, 10 პროფესორმა, რომელსაც არავინ არ დამუქრებია არც ციხით, არც დაჭერით, არც ხელის გადაგრიხვით, მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც, მოსალოდნელი იყო, ხო? უნივერსიტეტი არ აღმოჩნდა თავის სიმაღლეზე. აი ეს მინდა რომ დარჩეს ჩვენს ინტერვიუში, იმიტომ რომ ჩვენ რო წამოგვეყენებინა კანდიდატურა, მაშინ გაიშლებოდა ჯაბასი, მსჯელობა და ნორმალური არჩევნები. სამწუხაროა, რომ მმართველმა ძალამ უნივერსიტეტს კადრა ესეთი კანდიდატურა, რომელსაც მეცნიერებაში არაფერი ესაქმება, ციტირება აქ ნულოვანი, დღეს ვიქნებით ევროპაში ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელსაც ყავს რექტორი ნულოვანი ციტირებით. ეს არის კატასტროფა. ეს არის ტრაგედია ამ უნივერსიტეტისთვის სამწუხაროდ. ერთია რომ ესეთი შეურაცხყოფა მიაყენა მთავრობის თავმჯდომარემ უნივერსიტეტს და მეორე არის რომ აკადემიურმა საბჭომ ეს შეურაცხყოფა ნორმატიულ აქტად აქცია და ეს ადამიანი ერთხმად, ერთსვლოვნად
აირჩიეს რექტორის კანდიდატად. მინდა გითხრათ, როდესაც მე შევიტანე განცხადება რექტორობის კანდიდატობაზე, მე მქონდა გათავისებული ის, რომ მანამდე გახდით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ეს არც დასამალია და შეგიძლიათ ნებისმიერ ბიოგრაფიაშიც შემდგომშიც ნახოთ, რითაც ვამაყობ ჩემი წარსული გამოცდილებით, მაგრამ მე როგორც კი უნივერსიტეტის კედლებში უკვე შემოვდგამ ფეხს, ჩემი პოლიტიკური აწმყო და პოლიტიკური მომავალი, რა თქმა უნდა, უკვე განსახილველი თემა აღარ იქნება. ტიტი აროშიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია, ჩვენი სტუდიის სტუმარი და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან და პასუხებს გასცემთ ყველა იმ კითხვას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ისმის საზოგადოებაში. პირველ კითხვას დაგისვამთ, აი ბოლო თქვენი კომენტარიც იყო, რომ თქვენ უნივერსიტეტში მოსვლის შემდგომ უკვე ჩამოშორდებოდით თქვენს პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა უმაღლესი საბჭოს გვერდზე ჯერ კიდევ დეპუტატად ხართ მოხსენიებული და პარტიის წევრად, მომდევნო სხდომაზე გადაწყდება სავარაუდოდ თქვენი სადეპუტატო მანდატის ამბავი, აპირებთ თუ არა რომ დატოვოთ პარტიაც. მოგესალმებით პირველ რიგში და დიდი მადლობა, რომ მომეცით შესაძლებლობა დღეს ფართო აუდიტორიის წინაშე წამსგარიყავი. მივესალმები რა თქმა უნდა ტელემაყურებელს. ცხადია, უნივერსიტეტი გახლავთ ის სფერო და გახლავთ ის დაწესებულება, სადაც ნაკლები პოლიტიზირება უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს, როდესაც ხელმძღვანელ პირებზეა საუბარი, მენეჯმენტზეა საუბარი. ამ შემთხვევაში ცხადია, მას საუნივერსიტეტო ნორმებიც ისე ვთქვათ ეთანხმება, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს აუცილებლად ზეპარტიული, შესაბამისად არანაირი პოლიტიკური გავლენა მით უმეტეს უნივერსიტეტის რექტორს არ უნდა ჰქონდეს. ცხადია, მე ინტერვიუშიც ვთქვი და ეხლაც ვადასტურებ, რომ როდესაც მე უკვე გახლავართ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, უკვე ჩემთვის პოლიტიკური მიმართულებები, აბსოლუტურად ყველა ის ქმედებები, რომელიც პოლიტიკას უკავშირდებოდა, ჩაბარდა წარსულს და შესაბამისად უკვე გადავერთე საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ის რაც თქვენ ეხლა ახსენეთ, რომ გვერდზე დევს აღნიშნული და ესე ვთქვათ, როდის შეწყდება უფლებამოსილება, ეს არის ტექნიკური საკითხი და რა თქმა უნდა, ესეც მოგვარებადია, ეხლა ეს არის უბრალოდ ფორმალური მხარე და კი ბატონო, პარტიის დატოვებას აპირებთ ბატონ ტიტე. ცხადია, რა თქმა უნდა, როდესაც უნივერსიტეტში რექტორი გავხდი, ამის შემდგომ მე უკვე პოლიტიკასთან ურთიერთობას ჩამოვწივდი. კი ბატონო, დიდი მადლობა. მთავარი პრეტენზია ბატონ ტიტე, რაც თქვენი მისამართით აქვს საზოგადოებას და თქვენ ახლა ისმენთ თქვენი სტუდენტების და ლექტორების პრეტენზიებსაც აი ვიდეოში, არის თქვენი პარტიული საქმიანობა, რომელიც აქამდე იყო და თქვენ იყავით ძალიან აქტიური პარტიული საქმიანობაში. რით აზღვევთ აი ამ მოსაზრებას, რომ არ იქნებით პარტიული გადაწყვეტილებების და იდეოლოგიის გავლენის ქვეშ და ეს ყველაფერი გავლენას არ მოახდენს საუნივერსიტეტო საქმიანობაზე და უნივერსიტეტზე არ აისახება. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სიუჟეტი, რომელიც მე ვნახე, აბსოლუტურად აუბალანსებელი იყო, გამომდინარე იქედან, რომ თუ კი ერთს მხარეს აშუქებთ, უნდა გააშუქოთ, აუცილებლად ეს არც ჩემი სწავლება არის და არც მითითება არის, უბრალოდ შემდგომში თუ გაითვალისწინებთ, უბრალოდ კარგი იქნება ძალიან, იმიტომ რომ უამრავი მომხრე, რომ სტუდენტი და მე არა მაქვს საუბარი სხვებზე, ისე როგორც საუშვად გქონდათ აი მეორე მხარეს პარტიული პიროვნებები მოყვანილი, იყვნენ სტუდენტები, ძალიან ბევრი მათ შორის, რომლებიც ესე ვთქვათ, თანახმანი იყვნენ, რომ უნივერსიტეტში ახალი რექტორი მოსულიყო და რატომღაც მისი ერთი მხოლოდ ერთი ინტერვიუ იყო და მოდი. ხო, თუმცა არ გაგიშვიეთ. კი ბატონო. არ გაგიშვიეთ. მხოლოდ ერთი ინტერვიუ. ყველა გავუშვით, ვინ ჩავწერთ. მოდი თამაზე არ ვიდაოთ. შეგიძლიათ ახლა თავიდან გადაახვიოთ და ნახოთ, ახლა მხოლოდ ლიკა დიასამიძის ინტერვიუა. ახლა კი გასაგებია ლიკა საუბრობს ახალგაზრდობის სახელით, იმიტომ რომ თვითმმართველობის თავმჯდომარეა, თუმცა დაბალანსებული უნდა იყოს. მე ესე ვფიქრობ, ჟურნალისტიკა და ძალიან ბევრ რამეში, ისევე როგორც პოლიტიკაში. დაუბალანსებელია ზოგადად ჟურნალისტიკა დღეს. თუმცა რა შეეხება ხა თქვენ შეკითხვას, რითი ვაპირებ მე ამ ყველაფრის ესე ვთქვათ დაზღვევას. თუ ჩემი სამოქმედო გეგმა წაიკითხეთ, იქ ძირითადი მიმართულებები გახლავთ საუნივერსიტეტო ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ძირითადი მიმართულებები გახლავთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამასთანავე ევროპულ და დასავლურ უნივერსიტეტებთან კომუნიკაციის გამყარებასა და გაუმჯობესებაზე, შესაბამისად მის
მისი ხოლგის ქვეშ მოქცეული ყველა ის პრინციპი, რომელიც გამომდინარეობს ძირითადი მიზნებიდან, გახლავთ სწავლასა და განათლებაზე ორიენტირებული, ასევე სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაზე ორიენტირებული. მე შემიძლია დეტალებში ვისაუბრო სამოქმედო გეგმაზე. აუცილებლად კითხავთ სამოქმედო გეგმაზე, თუმცა მოდით ეს პოლიტიკური ნაწილი ამოვწუროთ, რა კითხვებიც არის თქვენი მისამართით. აი არჩევნების პროცესი ჩვენ ვნახეთ, რომ პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა და ეს სტუდენტებიც, ეს ლექტორებიც ყოფილი სტუდენტებიც იყვნენ, სხვათა შორის ჩვენს ვიდეოშიც მოხვდნენ. ზოგიერთი სტუდენტი მაგალითად 2 თვეზე მეტია გაფიცვის რეჟიმში არის უნივერსიტეტში, ხო? ეს სტუდენტური პროტესტი მიმართული არის აი იმ მმართველობის შეცვლისკენ, რომელსაც წარმოადგენთ თქვენ. ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე წარმოადგენთ. როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობა აი ამ გაფიცულ სტუდენტებთან და ლექტორებთან, რომლებიც ღიად ემიჯნებიან ქართული ოცნების პოლიტიკას და ისინი არ არიან ცოტა ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლოს გაკეთებულ განცხადებას 70-ზე მეტმა ლექტორმა მოაწერა ხელი. ბუნებრივია ეს არ არის უმრავლესობა, თუმცა ცოტაც არ არის. როგორ წარმოგიდგენიათ ამ კრიზისიდან გამოსავალი, როგორ ხედავთ ამ პრობლემის მოგვარებას? დიახ, მოდი პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ციფრებზე ნუ ვისაუბრებთ უნივერსიტეტთან დაკავშირებით. უბრალოდ ხაზგასმით, იმიტომ რომ ცოტა არ არის. არა, ძალიან ბევრია ესეთი, ვინც ხელი არ მოაწერა ამ ყველაფერს და ეხა თუ ციფრებზე ვისაუბროთ, დაახლოებით კიდევ 370-ია ესეთი, ვინც ხელი არ მოაწერა ამ ყველაფერს. მე უშუალოდ პროფესორ მასწავლებლებზე ვსაუბარი და ამიტომ ეხა ციფრებზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე როგორც რექტორი, მე ვალდებული ვარ პირველ რიგში და პასუხისგებლობას ვღებულობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკური შეხედულება ვის როგორი აქვს. მე უნდა განვახორციელო ის საქმიანობა, რომელიც საუნივერსიტეტო ცხოვრებას გააუმჯობესებს პირველ რიგში და მართავს უნივერსიტეტს, ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ როგორი პოლიტიკური მრწამსის ან პოლიტიკური შეხედულების არის. კი ბატონო, ჩვენს ქვეყანაში კანონით არის დაცული გამოხატვის თავისუფლება, ასევე ნებისმიერ შეუძლია პროტესტი გამოხატოს, რა თქმა უნდა, მშვიდობიან ფარგლებში. შესაბამისად, ესეც დაცული იქნება თავისთავად ცხადია, ამიტომ მე ვერ ხედავ აქ პრობლემას, რომ თუ ვინმეს რაიმე სხვა განსხვავებული აზრი გააჩნია, პროტესტის გამოხატვა უნდა, კი ბატონო, მათი უფლებაა და მშვიდობიან. მე დავაანონსე რომ აუცილებლად მე დავაანონსე რომ აუცილებლად შევხვდებოდი და მზადა ვარ რომ შევხვდე. მე ასევე ეხლაც ღიად ვაფიქსირებ, რომ ის სტუდენტები, რომელი სტუდენტების გარკვეულ თემატიკას ითხოვენ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, ანუ მოთხოვნები აქვთ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, ეხლა ჩვენ ვერ ჩავერევით, ეხლა უნივერსიტეტი არ არის უფლებამოსილი და არც კომპეტენცია გააჩნია იმისა, რომ შეცვალოს საარჩევნო გარემო ან ახალი არჩევნები დანიშნოს ქვეყანაში, ხო? ეხლა ეს უნივერსიტეტს არ ეხება, ის რაც უნივერსიტეტს ეხება, მე მზად ვარ შევხვდე, მოვისმინო მათი მოთხოვნები, ძალიან კონსტრუქციულად ვისაუბროთ და თუ კი რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას რა თქმა უნდა. კი ბატონო, თუმცა აქ ვიდეოდანაც ჩანდა, რომ არ იქნება ამ ურთიერთობის დაბალანსება და კრიზისიდან გამოსვლა იოლი ამბავი. თუ საპირისპიროს საუბრობთ, ეხლა ამბობთ, რომ ელოდებოდნენ შეხვედრას და ეხლა ამბობთ, რომ არ იქნება ეს შეხვედრა. იოლი არ იქნება ამ კრიზისიდან გამოსვლა. იოლი არ იქნება, მაგრამ კრიზისი ნიშნავს უკვე არაიოლ სიტუაციას, და კრიზისი ნიშნავს არაიოლ სიტუაციას, რომლიდან გამოსავალიც უნდა მოიძებნოს. ამიტომ მე ვღებულობ პასუხისგებლობას და ვალდებულებას, რომ ეს კრიზისი ძალიან სუბუქად იქნას გადალახული, პირველ რიგში ხელი არ შეეშალოს განათლებას, ხელი არ შეეშალოს იმ ქმედებებს, იმ აქტივობებს, რომელსაც უნივერსიტეტი ახორციელებდა ამდენი წლის განმავლობაში და ვიცით, რომ არაერთი ესეთი პერიპეტია უნახავს უნივერსიტეტს და უამრავი დაბრკოლება გადაულახავს იმ დაძაბულ დღეებშიც და ამაზე გაცილებით უარეს პერიოდშიც, როდესაც ტყვიები ცვიოდა, როდესაც სარბაზნები ხუხდნენ, მაშინაც კი უნივერსიტეტი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და ის ბალანსი ყოველთვის დაცული იყო. ამიტომ რა თქმა უნდა, პირველ რიგში არავის არ მიცემთ იმის საშუალებას, რომ უნივერსიტეტი გადაიქცეს რაღაც დაპირისპირებულ მხარეებად და ეს იყო საფუძველი იმისა, რომ უნივერსიტეტში სწავლა-განათლება, კვლევითი საქმიანობა ჩაიშალოს. ნუ ამის ცდელობა რამოდენიმე სტუდენტს გააჩნია, თუმცა და რამოდენიმე ლექტორს გააჩნია. ამიტომ რა თქმა უნდა, უნივერსიტეტი დაიცავს ამ ბალანსს და შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ სტუდენტს, ნებისმიერ თანამშრომელს უნივერსიტეტში უნდა კონდეს თავისი განსხვავებული აზრი, შეიძლება პროტესტის გამოხატვაც, ოღონდ არა უნივერსიტეტის საქმიანობის და ცხოვრების შეჩერების ფონზე. კი ბატონო, კიდევ ერთი კითხვა, რომელიც შეიძლება ამ გაფიცული სტუდენტებისთვის იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენი პასუხი. ისინი იყვნენ გაფიცულები ამ პერიოდის განმავლობაში და პარალელურად, ანუ ეს ნიშნავს, რომ არ დადიოდნენ სალექციო პროცესსაც იყვნენ გამოთიშულები. გარდა ამისა, თქვენი ორი სტუდენტი იყო დაკავებული, რის გამოც სტუდენტების ნაწილმა გულიკო კაჟაშვილს გამოუცხადა ბოიკოტი და ისინი არ ესწრებიან სალექციო პროცესს, იმიტომ რომ თვლიან, რომ
ეს დაკავება იყო უკანონო გულიკო კაჟაშვილი იყო მოსამართლე რომელმაც გადაწყვიტა ამ სტუდენტების პატიმრობაში დატოვების ამბავი და ისინი ითხოვენ რომ ამ ლექტორს შეუწყდეს კონტრაქტი უნივერსიტეტთან თანამშრომლობის რექტორის უშუალო მონაწილეობა იქნება ამაში ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი პოზიცია როგორი არის ამ შემთხვევაში დაიცავთ თუ არა სტუდენტების ინტერესებს ამ შემთხვევაში გასაგებია რომ თქვენ არ ხართ იურისტი და ბევრჯერ ახსენეთ ეს თუმცა კანონდებელი ხართ და თქვენი სამოქალაქო არაფერი ამაში ხა საიურიდიულო და სამართალმცოდნეობას არ მოითხოვს ახლა ეს რაღაც მეცნიერულ დონეზე მინდა გითხრათ რომ მე ვახსენე და ყოველთვის ხას უსმევ იმას რომ უნდა იყოს ბალანსი დაცული ახლა თუ კი ერთი მხარე ითხოვს უნდა იყოს დადასტურებული რატომ ითხოვს ახლა რომ მე ჩემთვის ნებისმიერი სტუდენტის არ აქვს მნიშვნელობა ერთი სტუდენტის მოთხოვნაც კი ჩემთვის არის ვალდებულება ხო შევასრულო ის რაც კანონის ფარგლებში ჭრება ჩვენს ქვეყანაში არის დაცული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერ შეუძლია პროტესტის გამოხატვა შვიდობიან ფარგლებში. დანარჩენი არის უკვე სასამართლო ჯერობის იყო მშვიდობიანი. აი ეს უკვე უშუალოდ ის იურიდიული ნორმაა, რომელზეც შემიძლია მე რო თავი შევიკავო ან ამის გამო იყვნენ დაკავებულები ეს თქვენი სტუდენტები. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით ახლა, ეს არის იურიდიული ნორმა, რომელზეც ამ შემთხვევაში თავ შევიკავებ, იმიტომ რომ არ მაქვს კომპეტენცია იურიდიულად გესაუბროთ, რამდენად დარღვევა არის ეს ამისთვის არსებობს რა თქმა უნდა სასამართლო, არსებობს ამისთვის სხვა უწყებები, რომელსაც შეუძლია მიენიჭოს კვალიფიკაცია. ამიტომ ახლა მოსამართლემ იმოქმედა ამ შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით მოსამართლე არასოდეს თავისი შეხედულებით და თავისი სიმპათია ანტიპათიით ვერ გადაწყვეტს ადამიანის ბედს. პირველ რიგში ეყრდნობა კანონმდებლობას. ამიტომ კანონმდებლობის შესაბამისად მოსამართლესთან შეგიძლიათ აღნიშნული კითხვები. კი ბატონო, თუმცა თქვენგან განსხვავებით სტუდენტებს არ აქვს სანდოობა, რომ პოლიტიკური გავლენები იმ გადაწყვეტილებებზეც არ მოქმედებდა, რომელიც მიიღო მოსამართლემ მათ წინააღმდეგ. გასაგებია, მოდით გადავიდეთ გეგმებზე და თქვენს უშუალო განაცხადზე, რომ გამხდარიყავით რექტორი. თქვენ თქვით, რომ ეს თავად გინდოდათ და არ იყო არანაირი რაღაც პარტიის შეთავაზება, რომ გამხდარიყავით, ხო? ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საგულისხმო ამბავი არის ის, რომ თქვენს ბიოგრაფიაში არ ჩანს მანდამაინც, რომ ესეთი მოწადინებული იყავით აკადემიური საქმიანობისთვის, მე გულდას მით შევისწავლე და ვნახე, რომ ლექციების წაკითხვაც კი თქვენი რაღაც სამაგისტრო სწავლების პარალელურად კითხულობდით სხვა ინსტიტუტში ლექციებსაც შემდგომ უკვე არ ჩანს თქვენს ბიოგრაფიაში თუ რამე გამორჩა, მითხარით, მე ბოდიშს მოგიხდით. რაც ეხება სამეცნიერო საქმიანობას, რომლის გამოც დაიწუნეს თქვენი კანდიდატურა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, მხოლოდ სადოქტორო ნაშრომი შემოიფარგლება. თქვენმა ოპონენტმა თქვა ისიც, რომ თქვენ არ გაქვთ საერთაშორისო გამოცემებში სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული და ასე შემდეგ და პრეტენზია იყო, რომ ჯობდა რომ აკადემიური პირი ყოფილიყო უნივერსიტეტის წიაღიდან. მითხარით, რატომ გინდოდათ რექტორობა და რით იყო მოტივირებული თქვენი სურვილი ამ შემთხვევაში? პირველ რიგში მინდა კარგად გაეცნო ჩემს ბიოგრაფიას და ნახოთ რამდენად არის თუ არა აკადემია, მე არ დავიწყებ ახლა რა თქმა უნდა ჩემს ავტობიოგრაფიაზე საუბარს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ცდებიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ მე არა მაქვს გარდა დოქტორის ხარისხისა რაიმე სხვა მნიშვნელოვანი პუბლიკაციები, ნაშრომები და ეს შემდგომ შეგიძლიათ გადახედოთ ავტობიოგრაფიას, დაახლოებით 20-მდე პუბლიკაცია ნაშრომი მაქვს გამოქვეყნებული, მათ შორის 2 საერთაშორისო და ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიღებული, ეთყობა კარგად სიჩქარეში და ესე ვთქვათ იმ განცდებში რომ პროტესტი რაც შეიძლება მაქსიმალურად დაძაბული ყოფილიყო, ვერ მოახერხეს კარგად ავტობიოგრაფიის წაკითხვა, თუმცა ეხლა აქვთ უკვე დრო, იმიტომ რომ ძალიან დიდი როა 4 წელია წინ შეუძლიათ თითო გვერდი წაიკითხონ, თითო აბზაცი. აპირებთ აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას სამეცნიერო აპირებთ რომ უფრო აქტიური გახდეთ ამ მიმართულებითაც თუნდაც სამეცნიერო საქმიანობასაც გულისხმობ. პრინციპში უკვე როდესაც მე რექტორის ფუნქცია მოვალეობას შევდექი, უკვე ნიშნავს რომ მე მეხება აკადემიური სფერო და შესაბამისად რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩემი ძალისხმევა იქნება მიმართული აქეთია. რამ გადამაწყვეტინა, მოდი ვთქვათ ახლა რამ გადამაწყვეტინა და ვისაც ნუ ბიოგრაფიაში ახლა ეჭვიეპარება, ყოველ შემთხვევაში ბათუმი ძალიან პატარა ქალაქია. ბატონ გიორგი მასალკინს ვეთანხმები რომ არ მაქვს პრეტენზია მის აკადემიურობასთან და გამლილ პერიოდთან დაკავშირებითო. ნუ ალბათ ესეც უნდა იყოს, თუმცა ახლა ნუ ახლა დაბოღმილი და ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც ყველანაირი აზრი იყო, დაბალანსებული იყო ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში დაბალანსებული იყო, დიახ. რაც შეეხება რამ გადამაწყვეტინა ახლა პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ქვეყანაში თუ კი რაიმე ინსტიტუცია არსებობს პირველ რიგში და გადაწყვეტილების მიმღებია და პასუხისგებელია მომავალ თაობებზე ეს გახლავთ რა თქმა უნდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ბათუმში გვაქვს უნივერსიტეტი, რომელმაც ძალიან ბევრი ისეთი კადრი გამოუშვა, შესაძლებელია ითქვას, მთელი არა მხოლოდ კავკასიის და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, ევროპის და მსოფლიო მასშტაბითაც კი წამყვანი სფეროები უჭირავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ბათუმის საუნივერსიტეტო ცხოვრება არა მხოლოდ ბათუმისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. გამომდინარე იქედან, რომ მე საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდი დაუკავშირე სხვადასხვა საქმიანობას, რატომღაც არავინ არ ამბობს იმას, რომ მე მაქვს ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში მუშაობის გამოცდილება, მაქვს არასამთავრობო ორგანიზაციაში გამოცდილების მუშაობა, სადაც ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით და ევროკავშირის დაფინანსებით პროექტები ხორციელდებოდა. ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ ორ ეტაპად მაქვს საზოგადოებრივ საქმიანობაში და მესამე სექტორში გამოცდილება, იმიტომ რომ პირველი პერიოდი ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში გახდით, შემდგომ პერიოდში ეს ყველაფერი ვიცით ბატონო, რა იქნება, ანუ რა იყო თქვენი მიზანი, რის მიღწევა გქონთ აი ამ წელიწადში? მე ამ ყველაფერს ვამბობ, იმიტომ რომ მე მხოლოდ პოლიტიკური გამოცდილება არ გამაჩნია. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც მე ვაკმაყოფილებდი და წავიკითხე, ესე ვთქვათ, ის მოცემულობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს რექტორობის კანდიდატი, გადავწყვიტე, რომ მე ჩემეტანა წვლილი, ჩემი ძალიან მცირედი წვლილი ამ 4 წლის განმავლობაში, თუ კი მოვახერხებდი გამარჯვებას და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იყო ჩემი სურვილი და მინდოდა ეს გამოცდილება გამეზიარებინა მენეჯმენტის მხრივ, იმიტომ რომ მენეჯმენტის მხრივ საკმაოდ დიდი გამოცდილება გამაჩნია, გამეზიარებინა უნივერსიტეტისთვის და ესე ვთქვათ, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე შემეცვალა პროფილი და საგანმანათლებლო საქმიანობაზე მიმემართა ძირითადი ძალისხმევა. ფიქრობ, რომ ეს ამას დრო გამოაჩენს, რა თქმა უნდა, და მნიშვნელოვანია ის, რომ მე ჩემთვის, რა თქმა უნდა, მე დავაფიქსირებ, რომ არჩევნები, რომელიც ჩატარდა, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს კონკურენტს და ვიტყვი, რომ ძალიან გამოცდილი კადრია, ძალიან ცნობილი მეცნიერ თანამშრომელია და უდიდეს და უაღრეს პატივს ვცემ. არ მოცეთ მაგას. ამიტომ მე პირველივე ინტერვიუშიც მას წარმატებები უსურვებ და ეხლაც რა თქმა უნდა წარმატებებს უსურვებ მომავალ საქმიანობაში, გამომდინარე იქედან, რომ ჩემთვის უცხო არ არის, მე წლების განმავლობაში მაკავშირებდა მასთან ურთიერთობა და მის ოჯახთან ნათელ მირონობა. ამას ყოველთვის ვიტყვი და უაღრესად დიდ პატივს ვცემ, ამიტომ უსურვებ მომავალ საქმიანობაში წარმატებებს. ვერ იტყვის ვერავინ, რომ ეს იყო ერთპიროვნული თქვენ წარდგენაში თქვით, რომ უნდა გაგრძელდეს ტენდენცია სტუდენტებს მიეწოდოთ ხარისხიანი განათლება. ამასობაში რამდენიმე დღის წინ პრემიერმა თქვა, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ არის. და ამის გამო ესეთ მასშტაბური რეფორმა დაანონსდა, რომ საუნივერსიტეტო ხარისხი იყოს გაუმჯობესებული. როგორ ფიქრობთ, აი ამ ხარისხის გაუმჯობესებას ცოტა წინააღმდეგობაში მოხვედით პრემიერის განცხადებასთან. რაღა უნდა გააუმჯობესოთ, მაშინ თუ ყველაფერი კარგად არის და ტრადიცია უნდა გაგრძელდეს? საერთოდ განათლება გახლავთ სისტემა, რომელსაც ყოველთვის ჭირდება იმ მიმდინარეობაში, რომელი მიმდინარეობაშიც არსებობს გაუმჯობესება და თავისთავად ცხადია იმ ფეხის აწყობა, რომელიც ხელს, ესე ვთქვათ, ევროპის თუ სხვა საგანმანათლებლო სივრცეებში არსებობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იქნება დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგობაში არ მოვდივარ. ხვალაც რომ მკითხოთ, არა, წინააღმდეგობაში მოდიხართ იმაში, რომ თქვენ ამბობთ, რომ ხარისხიან განათლებას აწვდის და პრემიერმა თქვა, რომ დაბალია და დამაკმაყოფილებელი არ არის განათლების ხარისხი. ხვალ რომ მკითხოთ, გეტყვით, რომ გუშინ უფრო დაბალი ხარისხის იყო ვიდრე დღეს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ყოველდღიური განვითარება, როგორ ვარ, რაც შეეხება, როგორ ვაპირებ. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ის ევროპული გამოცდილება და ის ევროპული კომუნიკაციები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია სხვადასხვა ევროპის ქალაქებთან და საკმაოდ დიდ და გამოცდილ უნივერსიტეტებთან. ამასთანავე მოქმედებს დაახლოებით 20-მდე პროგრამა, რომელიც ესე ვთქვათ, არის ევროპასთან დაკავშირებული და ჩვენი მიზანი სწორედ გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება მეტი ესეთი ტიპის გამოცდილება შემოვიტანოთ უნივერსიტეტის ცხოვრებაში და ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ დღეს მოქმედებს უნივერსიტეტში ერთი ინგლისურენოვანი პროგრამა და უკვე ესე ვთქვათ, დაწყებულია მუშაობა იმაზე, რომ მინიმუმ 4 ინგლისურენოვანი პროგრამა ამუშავდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, შესაბამისი კომუნიკაცია უნივერსიტეტებთან და ვფიქრობ, რომ ეს გაცილებით გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს და ამასთანავე ის ურთიერთობა, ის ყოველდღიური პარტნიორული ურთიერთობა, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, მოგცემს იმის საშუალებას, რომ სწავლის ხარისხი კიდევ ერთი კითხვა უცებ მე მოვასწრო, იმიტომ რომ სხვა სტუმარი გველოდება ხაზზე. თქვენ ასევე ეხლაც ისაუბრეთ და წარდგენაშიც ხაზგასმით თქვით, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო პროექტის განხორციელება, ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, ახსენეთ
თურქეთის უნივერსიტეტიც ახსენეთ ისიც რომ ასოცირების შეთანხმება გვალდებულებს ბევრ რამეს და ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. კითხვა მდგომარეობს შემდეგში, აი ამ საგარეო პოლიტიკის პირობებში, როგორ წარმოგიდგენთ ამ მიზნის მიღწევა, იმ საგარეო პოლიტიკის პირობებში, რომლის ძალასაც წარმოადგენთ ამ შემთხვევაში თქვენ. მე წარმოადგენთ დღეს უნივერსიტეტის ძალას და ჩემი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლავთ ის დაწესებულება, სადაც მხოლოდ სწავლაზე და განათლებაზე უნდა ვიყოთ და კვლევებზე და რა თქმა უნდა სამეცნიერო მიმართულებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ამიტომ მე არ ვიცი თქვენ რა ძალას გულისხმობთ ამ შემთხვევაში, ჩემი ძალა გახლავთ უნივერსიტეტი, განათლება და სამეცნიერო კვლევები. ამიტომ დიახ, პოლიტიკურზე ჩვენ ვისაუბრეთ უკვე ამასთან დაკავშირებით. მე მესმის, რომ არის მდგომარეობა საკმაოდ რთული, ეს არ არის მარტივი მდგომარეობა, მოგეხსენებათ, თუმცა ჩვენი პირველი ამოცანაა ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს ახალგაზრდობას მივაწოდოთ ის ცოდნა, რაც პირველ რიგში ქართული სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი და უნდა დავიცვათ ის პრიორიტეტები, რომელიც პირველ რიგში ჩვენ სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს მდგომარეობიდან. ევროპული განათლება იძლევა ამის შესაძლებლობას? რა თქმა უნდა იძლევა ევროპული განათლება, ამერიკული განათლება, ჩვენი მეზობელი ქვეყნების, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ამ შემთხვევაში გულისხმობ იგივე თურქეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტებს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და ეს რა თქმა უნდა ჩვენ მოგცემს შესაძლებლობას სწორედ ხარისხის ამაღლებით, სწორედ სტუდენტებზე ორიენტირებულად ვისაუბროთ საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების დახმარებით. ბატონ დიდე, ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, იმიტომ რომ სტუმარი გველოდება. მე ეჭვი მაქვს რომ იქნება მიმდინარე ამბები ისე განვითარდება, რომ მოგვიწევს ჩვენ თანამშრომლობა და მე იმეც ვიტოვებ, რომ თქვენ მზად იქნებით, რომ ყველანაირ კითხვას უპასუხოთ, თქვენ ეს გესიამოვნება თუ არ გესიამოვნება, ჩვენც ვალდებული ვიქნებით, რომ ეს კითხვები დავსვათ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან სტუდიაში. ტიტე აროშიძე, ბესეუს რექტორი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე სამთავრობო კომისიას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, მოადგილეთ განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე, კომისიის მდივნად კი ლევან იზორია, ყოფილი ელჩი გერმანიაში და ახლა პრემიერის მრჩეველი განათლების საკითხებში იქნებიან. 4 წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდაუქმნოთ საუნივერსიტეტო სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი ის, რომ 4 წელიწადში ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ ზუსტად იმ ხარისხის განათლება, რა ხარისხის განათლებასაც ის იღებს ევროპულ ქვეყნებში. ამისთვის უნდა დაისახოს კონკრეტული გეგმა, თქვა ირაკლი კობახიძე. რაც ცვლილებებს უნდა ველოდოთ, ჯერ არ ვიცით, განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ ჯერ კომისია უნდა შეიკრიბოს, სხდომაზე უნდა გაჟღერდეს იდეები და მოხდეს განხილვა. მანამდე კონკრეტულ დეტალებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებო, ესე გვითხრეს სამინისტროში. ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა საჯარო განხილვა საგანმანათლებლო საზოგადოებაში უკვე მოხდა. უნივერსიტეტების გაერთიანებას ეხება, გავრცელებული ვერსიით იგეგმება ილიაონის და თესეუს გაერთიანება. მანანა რატიანი განათლების საკითხების სპეციალისტი ყავს ხაზზე, რომელსაც განათლების სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და საინტერესოა მისი მოსაზრებები მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით და იმ მოტივზე, რა მოტივითაც უკვე დაანონსა პრემიერ-მინისტრმა ეს რეფორმა. მოგესალმებით, ქალბატონო მანანა. მოგესალმებით, ქალბატონო მარი. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე სანამ აი ამ წარდგენაში ნახსენებ თემაზე, პრემიერის დაანონსებულ რეფორმაზე კითხავდეთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ ბათუმში, ბესეუში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით. თქვენ ალბათ ადევნებდით თვალს ამ პროცესს. თქვით თუ არა, რომ ის რეფორმა, რომელიც არის დაანონსებული უკვე საუნივერსიტეტო განათლების რეფორმა, კავშირში არის რაღაცნაირად ამ უმაღლესი განათლების ხელმძღვანელების არჩევა დანიშნვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბესეუმ ახალი რექტორი აირჩია, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი გადადგა და მომდენო ხუთშაბათს ალბათ ახალი რექტორი ეყოლება, ასევე ბაუ ბათუმს საერთაშორისო უნივერსიტეტს ყავს ახალი რექტორი, რომელიც ასევე სამთავრობის წიაღიდან მოდის, გარკვეული პერიოდი ის მუშაობდა აჭარის მთავრობაში, თუმცა ასევე უნივერსიტეტშიც მუშაობდა. მითხარით, ხედავთ თუ არა რაიმე აი კავშირებს ამ პროცესებში? ძნელი არის ალბათ რომ ვერ დაინახო კავშირები ამ ყველაფერს შორის, თუმცა იმას რაც გაჟღერდა რომ აპირებენ ევროპულ განათლებასთან დაახლოვონ, რა თქმა უნდა ძალიან ცდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აკადემიური სივრციდან როდესაც არ ხდება ადამიანის არჩევა და როდესაც პარტიული ნიშნით ხდება წარდგენა და შემდეგ უკვე საბჭოების მიერ ვთქვათ პირობითად არჩევა ამ ადამიანების, ეს რა თქმა უნდა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
და ეს არის ერთგვარად უნივერსიტეტებში თავისუფალი სივრცის მოგუდვის მცდელობა, რა თქმა უნდა, რაც აბსოლუტურად მიუღებელი არის და აკადემიურ სივრცეს, აკადემიურ თავისუფლებას ნამდვილად ასეთი დანიშვნები და ასეთი ჩარევები არ უხდება, იმიტომ რომ აკადემიური სფეროს პრობლემების შესახებ პირველ რიგში იციან შიგნიდან მომშავე ადამიანებმა, ლექტორებმა, მეცნიერებმა და შესაბამისად ეს პარტიული ნიშნით დანიშვნები, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ცდება აი ამ თავისუფლების გაგებას. კი ბატონო, მე ვერ მოვასწარი სამწუხაროდ რომ მეკითხა ჩვენი წინა სტუმრისთვისაც ენქას და ეკარის გადაწყვეტილება, რის გამოც ჩვენ დაგვახარვეზეს, ჩვენი ხარისხის განვითარების ცენტრი დაახარვეზეს, სწორედ მაგას გულისხმობდა, რომ პოლიტიკური გავლენები უნდა ყოფილიყო ნაკლები საგანმანათლებლო სისტემაზე და ხედავთ, რომ პრინციპში არც არაფერი არ იცვლება. გასაგებია, რომ კანონი არ უკრძალავს დეპუტატს რო იყოს რექტორიც, თუმცა იმ შემთხვევაში შეიცვლება, ხო, ალბათ იმედი მაქვს კანონი. ქალბატონი მანანა, სულ ვითხოვთ ცვლილებებს და აი დადგა ცვლილებების დრო, თუმცა რატომღაც აი შიში თუ ველოდებით აი ამ ცვლილებებს. რატომ გვაქვს ეს შიშნარევი მოლოდინი, რომ კარგი არ იქნება ეს ცვლილებები, მოდი ესე ვთქვათ. და ამ შემთხვევაში უნივერსიტეტების ის რომ კი ბატონო გასაგები არის კითხვა პირველ რიგში ალბათ ის რომ ჩვენ არ ვიცით ამის დეტალები და ჩვენ ვიგებთ ხოლმე უკვე იმ შემდგომ რაც ვთქვათ თვითონ გადაწყვეტილებები მიიღება ხოლმე ამ შემთხვევაშიც ის რაც თქვენ ახსენეთ რომ 4 წლიან პერსპექტივაში ჩვენ უკვე ევროპული განათლების სისტემა გვექნება და ჩვენ ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება რომ აქ მიიღონ ხარისხიანი განათლება თითქოს ამაში ცუდი არაფერი არაა მაგრამ აი ის მართული პროცესები თუნდაც რომელიც თქვენ არ ახსენეთ ამავდროულად ის რომ დღევანდელ დღეს უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე რომ ევროპულ სტანდარტებთან ჩვენი თავსებადობა დაიკარგა ეგ არის რეგისტრაციიდან საქართველოს ამოვარდნით და იმის ნაცვლად რომ ვლაპარაკობდეთ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შემოbrunება და როგორ შეიძლება რომ სხვა ის წევრობები არ დავკარგოთ რომელიც მართლაც ჩვენს ხარისხზე მოქმედებს ჩვენ ამის ნაცვლად ვლაპარაკობთ რაღაც ჰიპოთეტურ ხარისხზე რომელიც ვთქვათ არის პრობლემური ჩემთვის იმდენად რამდენადაც აი წარმოვიდგინოთ ასეთი რამ განათლების სისტემაში 2012 წლიდან მას შემდეგ რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში ორი სტრატეგია განათლების უკვე შესრულდა და ყოველწლიურად მისი შესრულება წარმატებით ვთქვათ იწერებოდა რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს, კარგად სრულდება ბოლო სტრატეგია რომელიც დაიწერა ეს იყო 22 წლიდან 30 წლამდე და იქაც იდენტიფიცირებული იყო პრობლემები და იმ პრობლემებში უცებ აღმოჩნდა რომ არ არის ეთყობა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები რომელიც ქართულ განათლების სისტემას ევროპასთან დაახლოვდა ან ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებას მოგცემდა მაშინ ჩვენ პრობლემა გქონია ხო წერდით სტრატეგიებს რომელიც არაფერს არ ნიშნავდა და ვასრულებდით სტრატეგიებს და ვხარჯავდით იმაში ფულს რაშიც არ უნდა დაგვეხარჯა ფული და დღეს უცებ აღმოჩნდა რომ დღეს გადავწყვიტეთ და მოვიფიქრეთ როგორ წავალთ უკეთესად ევროპისაკენ და ევროპული ხარისხის განათლებას მივიღებთ. ანუ ეს ერთ-ერთი პრობლემა არის და მეორე პრობლემა არის ასევე ის რომ ჩვენ არამხოლოდ შორდებით ევროპულ ხარისხს და ამ დროს ვლაპარაკობთ რომ პირიქით ევროპულ და ხარისხიან განათლებას მივიღებთ უმაღლესი განათლების სისტემა ნელ-ნელა კარგავს რეპუტაციულ ზიანთან ერთად იწყება ქვეყნის იზოლაცია და იზოლაციასთან ერთად რა თქმა უნდა რა ტიპის განათლების ხარისხზე ვლაპარაკობთ ხო? თან მით უმეტეს სპეციალისტები ამ სისტემაში არც ერთი არ დასახელებულა. დიახ, ამაზე მინდოდა რომ მეკითხა აი ეს კომისია ჯერჯერობით სამი ადამიანის ვინაობა ვიცით არის აბსოლუტურად აი მაღალი რანგის პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული და ჯერჯერობით არ ვიცით ვინ იქნებიან საგანმანათლებლო სექტორიდან ექსპერტები ვინ იქნებიან. თან ამასთანავე საგულისხმო არის ის ამბავი რომ ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ შარშან დაანონსა ფუნდამენტური რეფორმა განათლების სისტემაში და თქვა რომ ლიბერალური ტენდენციების აღმოსაფხრელად გვჭირდებაო ეს რეფორმაო და მერე შეიცვალა სგემი და მერე კიდევ თქვა რომ სგემის განხორციელების შესაბამისად უნდა შეიცვალოს სახელმძღვანელობის შინაარსიც და ასე შემდეგ. ეხლა თქვა ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც რომ თავისუფლად არის შესაძლებელი რომ 4 წელიწადში ქართულმა სტუდენტებმა მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის უმაღლესი განათლება, რა ხარისხითაც ის განათლებას ევროპულ ქვეყნებში იღებს. აი ეს რაღაცები სკეპტიკურად
განაწყობს საზოგადოებას ამ განაცხადის რეალურობა ერთი ამბავია, მაგრამ მეორე გაფიქრებინებს, რომ აი აღარ დაგჭირდება ჩვენ ევროპაში წასვლა და შიდა რესურსით შეგვიძლია ეს ყველაფერი შევცვალოთ. თქვენ რა გიძლიერებთ ამ სკეპტიციზმს, აი ამ ყველა განცხადების შემდეგ, რაც მე წავიკითხე წინა წლის განცხადებებიდან, ამ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებებიდან და ასე შემდეგ. ქართული განათლების სისტემას, უმაღლესი განათლების სისტემას ნამდვილად ჭირდება ძალიან სერიოზული ცვლილებები და განსაკუთრებით ეს ცვლილებები ეხება მაგალითად დაფინანსების მექანიზმს, რომელიც თქვა 15 წელია არ შეცვლილა და როგორ შეიძლება 2250 ლარად ვამზადებდეთ ერთ სტუდენტს და ამაში თან კიდევ მივიღოთ ევროპული ხარისხის განათლება, ეს ჩემთვის ძალიან ბუნდოვანი არის. ამავდროულად ბუნდოვანი არის, როგორ შეიძლება ევროპულ განათლებას ვილაპარაკოთ, როდესაც რუსთაველის ფონდი ხარჯავს მინიმალურ თანხას კვლევებზე და ახალი ცოდნის შექმნაზე ჩვენს სივრცეში და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სკეპტიციზმს ბადებს. ამავდროულად რითიც თქვენ დაიწყებთ გადაცემა აბსოლუტურად მივყვები იმ თემას და როდესაც ხდება აბსოლუტურად სახელმწიფო ჩარევებით დანიშვნები უმაღლეს სასწავლებლებში, ესეც რა თქმა უნდა გვაშორებს იმ თავისუფლებას, რომელიც უნდა იყოს ვთქვათ უნივერსიტეტებში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, რა ევროპულ ხარისხზე ვლაპარაკობთ, ესე არ შენდება ევროპული ხარისხის განათლების სისტემა. ეს არის აბსოლუტურად მისგან დაშორება და მე მგონია, რომ აი ეს ხარისხის მართვის მექანიზმები, რომელიც არსებობს და რომელიც ერთგვარად გარანტია იყო ECHARIS და ENCAS მექანიზმები, ECHARIS მექანიზმი უკვე რეგისტრაცია დაკარგული გვაქვს და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ რაც უფრო სწრაფად აღვადგენთ ამ ყველაფერს და ისე ვთქვათ, იმ უკუსვლის ნაცვლად ჩვენ ნელ-ნელა წინ წავალთ, ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაც ჰიპოთეტურ ევროპული ხარისხის განათლების მიღწევაზე, რომელსაც თურმე უზრუნველყოფს კობახიძის, წულუკიძისა და იზორიას გუნდი ერთობლივად. კი ბატონო, ქალბატონო მარანა მე მაპატიეთ რომ ლექცია გეწყებათ უნდა წახვიდეთ, მაგრამ ერთი კითხვა ისე უნდა მოვასწრო, რაც თქვი წარდგენაში აკაკი ესა ილიაუნის და თესეუს უნივერსიტეტების გაერთიანებაზე გავრცელდა ინფორმაცია, არ არის დადასტურებული ეს ინფორმაცია, თუმცა თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, გითხარით და რატომ ანუ რას ფიქრობთ ამ პროცესზე, რომ მართლა ესე რომ მოხდეს, რა მოხდება, რა იქნება, რამდენად დამაზიანებელი ან პირიქით შეიძლება კარგიც არის, არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ? ხო, რა ვიცი, იმდენად ბუნდოვანია და იმდენად ახლა ჩვენ ვარაუდები და ვიღაცამ რაღაცა გვითხრა და სადღაც შევიტყვეთ ამის შესახებ ლაპარაკობთ, არასერიოზული იქნება. იყო ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, იმიტომ რომ ვიცით ილიაუნისთან დამოკიდებულება ხარისხის ცენტრის. რა ვიცი, მე მგონია რომ სახელმწიფო ხელის გულზე უნდა ატარებდეს ისეთ უნივერსიტეტის კერებს, როგორც არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, იმიტომ რომ ის რეიტინგით, აკადემიური რეიტინგით, ციტირების ინდექსით არის ერთ-ერთი არა, ყველაზე მაღალი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შორის და იმის ნაცვლად რომ ამ უნივერსიტეტს უფრთხილდებოდეთ, ჩვენ ვხედავთ როგორ ყველა გზით ებრძვიან მსგავს დაწესებულებებს, სადაც შესაძლებელია ფიქრობდნენ, რომ კრიტიკული აზრი მისაღები არის და სადაც ხედავენ, რომ ჩვენ არ ვებრძვით სტუდენტებს, ჩვენ არ ვდევნით სტუდენტებს სივრციდან და ჩვენ ვაძლევთ მათ აბსოლუტურად გამოხატვის თავისუფლებას, ხო? აქედან გამომდინარე, ეს პრობლემები ნამდვილად არის, მე ვერ ვიმსჯელებ გაერთიანებაზე, თუმცა ვიტყვი რომ ნამდვილად არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, არც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეს არ წარადგება, იმიტომ ორივე სკოლას აქვს თავისი ძლიერი მხარე და უნივერსიტეტებს აქვს თავთავიანთი მიმართულება, თავთავიანთი ხედვები და მათი მექანიკური გაერთიანებით რაღაც უფრო ძლიერი კონგლომერატის მიღება წარმოუდგენელი იქნება. დიდი მადლობა და ბოდის უხდით თქვენ სტუდენტებს, რომ 7 წუთი წავართვი. მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, მანანა რატიანი, განათლების საკითხების სპეციალისტი, ექსპერტი. იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ვებჯდობების სტუმარს. პროტესტის მერვე ღამე გაათენეს ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში სტუდენტებმა, რომლებიც ითხოვენ პატიმრობიდან გაათავისუფლონ უნივერსიტეტის სტუდენტები და დეკანი მამუკა ჯორბენაძე. ასევე სახალხო პროტესტის დროს დაკავებულები. ასევე ითხოვენ ღირსეულ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს და ხელახალ არჩევნებს. ბოიკოტის და პროტესტის პარალელურად გაფიცული სტუდენტები ფინალური გამოცემისთვის ემზადებიან და ელოდებიან ორთვიან წინასწარ პატიმრობაში მყოფი უნივერსიტეტელების სასამართლო პროცესს. 28 იანვარსაა ჩანიშნული სასამართლო. ნათია ლომაძემ ჩაწერა გაფიცული სტუდენტები და მოდით მოусმინოთ ახლა მათ.
ჩვენი უპირველესი მთავარი მოთხოვნა არის ჩვენივე უნივერსიტეტის დეკანისა და სტუდენტების გათავისუფლება, ასევე რეჟიმის ყველა პატიმრის. ასევე ჩვენ ვითხოვთ ხელახალ, სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს. ვრჩებით უნივერსიტეტის ფოიეში მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. ვართ გაფიცული დაახლოებით 80-მდე სტუდენტი. პროცესამდე დარჩენილია 6 დღე. პროცესი არის ჩანიშნული 28 იანვარს. და მოლოდინი გვაქვს, რომ ამ უსამართლობასთან ბრძოლაში სადმე მაინც ვიპოვით სამართალს და იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ხედავთ პოლიცია როგორ უსამართლოდ მოწყალოთ ურტყამს ადამიანებს, ანუ აი ამ ეს უფრო რთული არის საყურებლად და სანახავად, ვიდრე აი აქ თითოეული სიცივეში გატარებული ღამე. შესაბამისად ჩვენ ვერ გავჩერდებით სახლში, ამაზე ხმა უნდა ამოვიღოთ, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, მე ესე მგონია, რაც შეეხება სალექციო პროცესებს ჩვენ არ ვესწრებით, გამოუცხადეთ ბოიკოტი უნივერსიტეტს. მოგეხსენებათ ჩვენ უნივერსიტეტში არიან დაკავებული ადამიანები, რომელზეც უნივერსიტეტმა სამარცხვინო განცხადება გააკეთა კერძოდ აკადემიურმა საბჭომ. შესაბამისად ჩვენ ვემიჯნებით მათ განცხადებას. აკადემიურმა საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის შინაარსიც აბსოლუტურად ბუნდოვანია. სადაც საერთოდ არ ჩანს, ვის უჭერენ მხარს, რას უჭერენ მხარს, არ ჩანს, რომ იცავენ ისინი მის სტუდენტებს, მათ სტუდენტებს. აი ამ გაფიცვას მოყვა ის, რომ ჩვენი რექტორი გადადგა მოულოდნელად აბსოლუტურად. ველოდებით ახალ რექტორს, კანდიდატებს ველოდებით, იმიტომ რომ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ჯერჯერობით იქნება, როგორც ვიცი, 6 თვით მოვალეობის შემსრულებელი. ვითხოვთ, რომ აქაური ვინც იქნება რექტორობის კანდიდატი მოვიდეს, მოიცმინოს ჩვენი პრობლემების შესახებ. უამრავი პრობლემების წინაშე დგას როგორც ჩვენი უნივერსიტეტი, ასევე სხვა უნივერსიტეტები. ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი პრობლემა ქვეყნის მასშტაბით არის სტუდენტური საცხოვრებლის არარსებობა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ უამრავი ადამიანი სხვადასხვა ქალაქებიდან, თუნდაც ბათუმში, თუნდაც თბილისში და ქუთაისში, სადაც ეს უნივერსიტეტები არის, ჩამოდიან სხვადასხვა ქალაქებიდან და მათ უწევთ ღამეების თენება იმისთვის, რომ საცხოვრებელი ქირის ფული გადაიხადონ და ასევე სწავლის ფული. გვინდა რომ დასრულდეს ეს პოლარიზება. მაქსიმალურად უნდა დავცალოთ უნივერსიტეტები პარტიულობისგან. მე არ მაქვს კონკრეტულად ერთ პარტიაზე, არამედ ანუ პარტიულობისგან უნდა დაიცალოს საერთოდ. ხო, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მთავარი არის რექტორი იყოს უშუალო კონტაქტში სტუდენტებთან. ესაუბრებოდეს მათ, ითვალისწინებდეს მათ მოთხოვნებს და ანალოგიურად ჩვენც ვიცოდეთ მათი გეგმები, რას აპირებენ უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე, ყოველდღიურობაზე და ასე შემდეგ. ჩვენ ვითხოვთ, რომ რექტორის სამომავლო კანდიდატი გაგვესაუბროს ახსენა უკვე ნოდარმა, გეგმა გაგვაცნოს, ჩვენც მოვუყვებით ჩვენს პრობლემებზე, გავაცნობთ უნივერსიტეტში არსებულ საკითხებს და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ რექტორი იყოს კომუნიკაციაში სტუდენტებთან. ამ ეტაპზე რადგან ნაწილი სტუდენტების და პედაგოგების ვართ გაფიცულები და ნაწილი არადაჩვეულებრივად აგრძელებენ სასწავლო პროცესს მიუხედავად ყველაფრისა, მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნება რექტორი, ვინც დაინიშნება ახლა დროებით, სწორი კომუნიკაცია დაამყაროს ორივე მხარესთან. სწორი კომუნიკაცია იქონიოს როგორც სტუდენტებთან, გაფიცულებთან, ასევე პედაგოგებთან. და ვფიქრობ, ამისთვის საჭიროა ადამიანი, რომელიც არ არის მიკერძოებული. და ალბათ, რა ვიცი, ეს მოხდა იქ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხო, მიკერძოებული ადამიანი დანიშნეს, რომელმაც კომუნიკაცია ვერ დაამყარა მის მოწინააღმდეგე მხარესთან, ხო? რამაც გამოიწვია პროტესტი და მოიტანა ეს შედეგები. და ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა სწორი კომუნიკაცია. ძალიან ბევრია პირდაპირ ჩინეთში.
აკი მოგეხსენებათ რა სასტიკად უბრალოდ. დღის განმავლობაში ვცდილობთ რომ ვიყოთ ძალიან აქტიურები. ვგეგმოთ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის იყო ერთ-ერთი ფილმის ჩვენება, ჩარლი ჩაპლინის ფილმი დიდი დიქტატორი, რომელიც ვნახეთ, განვიხილეთ, ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ. ასევე სამსახიობო სტუდენტები ვცდილობთ რომ აქტიურად მოვეკიდოთ ჩვენს საქმეს, ვაკეთებთ დილაობით მეტყოლების სავარჯიშოებს, ოსტატობის სავარჯიშოებსაც, მათ შორის ვბეჭდავთ სხვადასხვა სახის პიესებს, რომელიც ვფიქრობთ, რომ ახლა დღევანდელობასთან ძალიან თემატური იქნება და შემდეგ დისკუსიებს ვაწყობთ ამ თემებთან დაკავშირებით. ვიძინებთ აი აქ ამ ადგილას და რაც შეეხება ჩვენს პროტესტს გაგრძელდება მანამ სანამ ჩვენი თავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ბრძოლაში ჩაბმა არნიშნავს რომ განვითარება უნდა დავთმოთ. შესაბამისად ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ რომ განვითარდეთ, არ გავჩერდეთ ერთ ადგილას და უფრო ძლიერები შევხვდეთ თვალინდელ დღეს. გამოცდებისთვის ვემზადებით, თუმცა ეს არნიშნავს იმას რომ ბოიკოტი შეწყდება საგამოცდო პერიოდთან ერთად, ანუ არა, ბოიკოტი გაგრძელდება მანამ სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. თქვენ უსმენთ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს, იმედი მაქვს საგამოცდო პროცესს შეუერთდებიან ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფი სტუდენტებიც. ჩემი სოლიდარობა მათ, სოლიდარობა და თავისუფლება, ასევე მზია ამაღლობელს და პატიმრობაში მყოფ სახალხო პროტესტის მონაწილეებს. ჩემი მხარდაჭერა ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ სისტემა ჩაგრავს. მე გემშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათამდე, ხუთშაბათს 6 საათიანი საინფორმაციოს დასრულებისთანავე დავზუმავთ ისევ განათლებაზე. ნახვამდის. Thank you.